გამარჯობა. ეს მარტოობის წუთია. ესეთ რაღაცა მოვიფიქრე და თქვენს გეუბნებით, რომ რამდენი წუთიც გამოვა ხოლმე თითო ეპიზოდი, იმდენი წუთი მივაწეროთ რა და აღარაფერს აღარ გამოიწვევს. დღეს ჩემი სტუმარი არის მოსკა. გამარჯობა. გამარჯობა. მე ვესალმები შენს მაყურებელს და მადლობა მოწვევისთვის. მადლობა რომ მოხვედი და მაინტერესებს ძალიან ვინ ხარ მაშინ, როდესაც საკუთარ თავთან მარტო რჩები. ისე ვიშვა რაც გამერებს, იმიტომ რომ დიდი შხობა არ არის ხოლმე. და ალბათ მუსიკასთან მარტო რჩები ყველაზე ხშირად მაშინ იცვლება ცოტა ჩემი შეხედულებები. მარტო ყოფნა გიყვარს? არა. რატო? შენი აზრით. თითქმის არასდროს არ ვარ მარტო. და რატო შენი აზრით? სიმარტოვე შეყვარებული მყავს და სულ შეყვარებულთან ერთად ვარ. ეგ გასაგებია ხო, მაგრამ შენი სივრცე არ გჭირდება, არ ფიქრობ? არა. არ ფიქრობ. ისედაც კომფორტულად ვარ ხალხთან ერთად თავს. აი რაღაცა მომენტი ხო არის ალბათ როცა მარტო რჩები. აი რაღაცა მომენტი, არ ვიცი. შეყვარებულთან ერთად ცხოვრობ? არა. ხო და. აი მაგალითად ძილის წინ. ხო არის მომენტი, როდესაც მარტო რჩები. კი. ხო ხტები რასაც გულისხმობ ზუსტად, რა შეიძლება მთელი დღე იყო ხალხის გარემოცვაში, მაგრამ რაღაცა ის რამოდენიმე წუთი იყოს შენი ცხოვრების, როდესაც გინდა არ გინდა მარტო გიწევს ყოფნა. მაშინ მინდა არა. ხო, მაშინ რა ხდება ხო შენ გონებაში შენი აზრით რა ესე აი რა ფიქრები მოდის თუ ან რა ფიქრებიც თვითონ რა გარიყო და სასწრაფოდ ძილისკენ მიეშურო. უმეტეს შემთხვევაში სულ მუსიკაზე ვფიქრობ. რა შემიძლია ახალი გავაკეთო. ისეთი რაც შერავის არ უქნია. მაქსიმალისტი ხარ? კი. აუცილებლად ყოველთვის. ან ყველაფერი ან არაფერის პრინციპით ოღონდ? და ეგ რამდენად კაია შენი აზრით? მეხმარება ძალიან რა, იმიტომ რომ თუ რამეს წამოვიწყებ, ვიცი რომ ბოლომდე თუ არ მევიყვანე ისე არ გამომივიდა. კარგია ჩემთვის. ჩემი აზრით კარგია. მაგრამ აი მაქსიმალიზმს კიდე თან ახლავს ის, რომ ყოველთვის გაქვს საკუთარი თავის მიმართ მუდმივი მოთხოვნები რა. კი. და არასოდეს არ ხარ ბოლომდე კმაყოფილი საკუთარი შედეგებით. კი. ეგ არ არის დამღლელი შენთვის. ხანდახან. მაგრამ მე ვეგუები იმასაც, რომ მაგით თუ არ დავიღალე, უკეთეს ვერ გავაკეთებ. ჰობი გაქვს? არა. არა? არა. შენი ჰობი პროფესიად აქცია და? ჩემი ჰობი პროფესიად აქცია. კაი, მაშინ გარდა მუსიკისა რა აქტივობა გიყვარს ცხოვრებაში მეგობრებთან ერთად ვთქვათ, ხო, აი რას აკეთებ ხოლმე ყველაზე ხშირად მუსიკის გარდა? ალბათ სეირნო. სეირნო. სხვა არაფერს. მაგრამ ბოლო დროს ძალიან იშვიათად. აღარ სეირნო. ხო, არ სეირნო. ნუ ეგ შეყვარებულს თან ახლავს ალბათ, რომ სულ გიყვართ. მანქანას. ხო, მაშინ. სეირნობით მარტოს თუ გესეირნი? კი, ძალიან ხშირად. ხო, აი მაგას გეკითხები, მაგ დროს ყველაზე მარტო ხარ რეალურად რა. ხო, მაგ დროს ან და მუსიკასთან ერთად, მაგრამ ისე მუსიკაზე ფიქრობ დავიჯერო. ან ტრეკს ვერდი, ან რაუნდს. თუ მარტო სეირნობ. ანუ მართლა ეგეთი მობილიზებული ხარ იმაზე, რომ სულ იყო კონცენტრირებული. კი, ჩემ მუსიკაზე მე თუ მუშაობ, ანა მიწევს რომ ბოლომდე ვიყო ჩართული. ფიქრისგან დაღლილ ხარ? კი. და ეგიც ისე მუსიკას ეხება? კი, რაუნდის ერის დროს. მართლა ამბობ? მე მგონი რაღაცას უბრალოდ არ მეუბნები. არა, მართლა. ანუ სხვა ვერ ხვდები ისგან შეიძლება დაღლილიყავ. ანუ აი რაღაცა ყოფითი ფიქრებიც არსებობს რა ადამიანის ცხოვრებაში, ისგანაც იღლება. აი რაღაცა არ ვიცი რა, აუ როგორ დავიღალე, თქვა თვამბობ აღარ რა, როგორ მინდა რომ ცალკე გადავიდე საცხოვრებლად, აღარ შემიძლია ეს რაღაცა. მე ფიქრია როგორ დავიღალე ერთი და იგივე. ერთი და იგივე რა არის შენთვის? აი ყოველდღე რო ერთი და იგივე ხდება. რუტინული ცხოვრება გლეისა. ხო, ცოტა. ცვლილებებს როგორ ახორციელებ? აი, როდესაც ეგ ფიქრი შემოდის, რას აკეთებ? ეხმარები საკუთარ თავს, რომ
ეს ფიქრები დამიწყო ძალიან ახალი ფიქრებია. ეხლა დაიბადა. და ამიტომ ჯერ ვერ აღმოვაჩინე ფორმულა როგორ შეიძლება დავეხმარო. რას მოყვა ეგ შენი აზრით? წრეზე გონია რა დადიხარ თუ? რატომღაც ეგრე მგონია ხო? მაგრამ ბოლო დროს განვითარებული მოვლენებიდან ბოლო 2 დღეში განვითარებული მოვლენებიდან აღარ მგონია, იმიტომ რომ რაღაც სიახლეები არის მუსიკაში ისევ მუსიკაში მე მგონია რომ ერთ და იგივე ტრიალებდი, მაგრამ ეხლა აღარ მგონია. ხო, ანუ რაღაცა სიახლე იყო. ხო, რაღაც სიახლე. და განგებამ გამოგიგზავნა ეგ სიახლე. ანუ ფორმულაც კი პოვე. ხო, ნუ მესმის რა თქმა უნდა. აი, მაშინ მოდი ახლა რაღაცა ეგეთ კრიტიკულ სიტუაციაში ჩაგაყენებ რაღაცნაირად. ხო, ჩვენ ვიცით რომ მოსკოვს არ უყვარს დიდად ლაპარაკი და შეიძლება ჩემი სიტყვის შეკითხვები ბევრად უფრო გრძელი იყოს, ვიდრე მოსკოვს პასუხები, მაგრამ ეს არაფერია. ეგრე იქნება. თავარი ის არის რატომღაც აი ესე ლიწინით მომდის ეს შეკითხვები. ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი. და ესე იგი მაინტერესებს ძალიან რა. ეხლა წარმოიდგინე ეგეთი სიტუაცია მეში. მუსიკა შენ ცხოვრებაში არ არის. რა იქნებოდა შენი აზრით? თეატრი. მართლა? რა განხრით? მსახიობობა. მსახიობი იქნებოდა? რაღაც მომენტში ცოტა რეჟისორის ხასიათიც გაკარგა. რეჟისორიც ვიქნებოდი, მაგრამ ალბათ უფრო მსახიობი, იმიტომ რომ ბავშვობიდან მქონდა ეგ გადაცემა. სანამ მუსიკას ვიპოვიდი, ეგ ვიპოვა. მე ვარ თეატრის მსახიობი. ხო, მე მგონი წინა პოდკასტს ვუყურე და მან იყო ბანისთან მე მგონი. ქალაქის თეატრშიც ცოტა ხანი ვიყავი. ანუ რაღაცა როლები გითამაშია? არა, აი რაღაც სტუდენტური სწავლება იყო. აკეთებდით მეტყველება ისა. ხო, რაღაც აუსი. და მე ეს მეტყველებაც გამოიყენა მუსიკაში. ხო, თან ბავშვობიდან, ანუ მარტო მუსიკით არა, ცეკვითაც ბავშვობიდან სცენაზე, ანუ სცენით დავიწყე ყველაფერი და სცენით მინდა რომ დავამთავრო. ხო, ისე საინტერესო იქნებოდა შენ. 4 წელს ვიყავი პირველ დროს სცენაზე დავდექი. 4 წელს? ხო. და რას აკეთებდი ცეკვავდი? ხო. რა 5 წელს ვიყავი. 5 წელს ვიყავი რომ ვიმღერე პირველად სცენაზე. ანუ ქართულ ცეკვავს ვცეკვავდი. და აი ესეთი რეპის გარდა რა სხვა მიმდინარეობა გიცდია? და მოსმენით მარტო რეპს უსმენ? აი ბავშვობაში მღეროდი ხალხურებს. მოსმენით სიმართლე გითხრა ბევრ მუსიკას არ უსმენ. პროცესია. შენ ის კატეგორია ხარ, რომელიც ერთი სიმღერა თუ რაღაც აიკვია და აი ხან იქამდე უსმენს სანამ ხოცარაურებს? მაგრამ ის კატეგორია ვარ, რომელიც თავის სიმღერას უსმენს იმისთვის, რომ შეცდომა იპოვოს. იგეთი თვითკრიტიკული ხარ ესე იგი? ანუ სულ რაღაცა შეცდომას თუ იპოვე, მე რა შვები? აი დადებამდე რამდენი ხანი ფიქრობ მაშინ? ძალიან დიდი ხანი. ძალიან დიდი ხანი. ალბათ შეიძლება 3 თვეც გავიდეს ისე რომ ტრეკი არ დავდო. ხო, ეგთვის მეც მაგდა. მაგრამ დესკტოპის ავსე მაგ ტრეკებით. ცოტა ხანი თავს ანებებ მოსმენას და მე თავი მოსმენ ობიექტურობისთვის. როდესაც მიჭირს ახლის გაკეთება, მაშინ უსმენი მუსიკას, რომელსაც არასდროს არ მოვუსმენდი. იქნება იქ ვიპოვო რამე. აი მაგას ვფიქრობ. სხვათა შორის ნიკი მასწავლა ეგ ხერხი. და ისეთ მუსიკას არ ვიცი დიდად, რასაც არ მოვუსმენდი, მაგრამ რაღაცა მიმდინარეობა გააქვს რამე? აი რაც რეპის გარდა მოგწონს. აი რა მიმდინარეობებს უსმენ? არ უსმენ მუსიკას. ვაფშე? მუსიკას არ უსმენ. ძალიან თუ უსმენ ჰიპ-ჰოპს და მაქსიმუმ ჯაზი. ისიც ძალიან იშვიათად. და ჯაზი და ჰიპ-ჰოპი რო არის გაერთიანებული, მაგმედიანობას რა ქვია, არ ვიცი, მაგრამ მაგას უსმენ. ჯაზი და ჰიპ-ჰოპი ერთად გაერთიანებული. ჯაზ ჰიპი. ჰიპი ჯაზი. არ ვიცი. იცით რა მეკსვენიათ ეგეთი? აი ალბათ რასაც ვამბობ, ჯაზზე რო ანუ ვაკაც ვენე, ნორმალე, აი მას რო აკეთებენ. საქსოფონი რო იჩიტება მე. რაგამაფინი. არა, საქსოფონი. მაფინი მე ვიცი, სხვანაირი იჭმევა. რეგი მუსიკაც, ანუ რაგა მუსიკაც იყო ჩემ ცხოვრებაში ალბათ მაქსიმუმ 1 თვე. მე აღარ იყო.
აი, ეხლა მაინტერესებს ინსპირაციას რაში პოულობ, რომ დაწერო ტექსტი. ყოველდღიურობაში. აი შეიძლება ყოველდღიურობა მოგცეს ეს ინსპირაცია, რომ ვაიმე დავწერო? ხო? აი შეიძლება სადღაც რაღაცას შევხედო და იმ რაღაცაში ფრაზა ვიპოვო, უბრალოდ რაც მომეწონოს და ის შევფუთო. ეს სხვისთვის დაგიწერია? რომ გაერება. ani მთქვა რომ უქნია. ხო, მე არ გიქცე. რატო? ანუ შენი აზრით რატო? არა, კი. აღონ რეპერი არ არის რა. просто უნდა და თავისთვის და კაი რატომაც არ ამეთქი. ისე ეგ მე ხა გავიგე იქ აივანზე. რომ შენ მუსიკას უკეთებ კი არა და წერ შენ მეგობრებს თუ სტუდია გაქვს? სტუდია მაქვს. ვოუ, მიქსინგი, მასტერინგი. და შენ აკეთებ მიქსინგსაც, მასტერინგსაც? ეგ ისე ძალიან ის არ არის. ვინც მიქსინგს აკეთებს, მასტერინგი იმან არ უნდა აკეთოს, მაგის ეყურისთვის ეგ ხო არ შეიძლება. არა, რატო უნდა აკეთოს? მაშინ ერთი კვირა მაინც უნდა დაისვენო ეს ამბანი. ტრეკისგან. აი, მაგაზე შემიძლია დილამდე გელაპარაკო რა. აი, მიპოვია თემა. всё, ეგ ვიპოვეთ რა. ანუ ყურს ჭირდება 40 წუთი იმისთვის, რომ სულად დაისვენოს. და შეიძლება გაანგრძო უბრალოდ რა. მართლა? კი. 40 რატო ხდება ეგრე ხო რაღაცა გამიგე რომ საქართველოში ეგრე ხდება ხო მიქსინგს ვინც აკეთებს მასტერინგსაც ეგ აკეთებს მაგრამ კი რატო ვიღაცები არიან რა უცხოეთში უფრო ის არის რომ ერთი და იგივე ტიპები ამას არ ეხებიან ხო იმიტომ რომ ალბათ უფრო ობიექტური ყურით რო გახდეს რა ნუ ვისაც მეტი ცოდნა კონკრეტულ აი დაუშვათ მიქსინგში ვისაც მეტი ცოდნა აქვს იქ ის აკეთებს ყავთ ბევრი ყავთ ისეთი ადამიანები ანუ გუნდი ყავთ შეკრული რა ვისაც შეუძლია ეს ტრეკი შეფუთოს ისე, რომ სოფლიოს მიეწოდოს. ჩვენ ცოტა ყავს ძალიან ეგეთი ადამიანი. ძალიან ცოტაი რომ ცალკე ხმის ინჟინერი ყავდეს, ცალკე პროდიუსერი ყავდეს და რაღაცა, ანუ ცოტა რა, მაგრამ ჯერჯერობით PvP შეძლო, Flow შეძლო და თუ არ ვწდები პირველი ლეიბლი არის საქართველოში, რომელიც იქნება ძალიან მალე. კაი და შენ Flow labels-ზე ვართ მე და კამი. გასაგები. Flow შეგი ნებისმიერ მიმდინარეობას წერს თუ ისე მარტო? არა, ნებისმიერ მიმდინარეობას დავწერ, რაშიც ვიქნები გათვითცნობიერებული. ახალი ადამიანების აღმოჩენაში მონაწილეობას იღებ თუ არა? ეგ ინტერესი ჯერ არ გაქვს თქო. მე მგონია რომ ცოტა ეგეთი ტიპი ხარ. ანუ მიყვარს ახალი ადამიანების გაცნობა. იმიტომ რომ ყველაზე რაღაც ვსწავლობ, ეგ მოტივი მაქვს. და შენ ეზეთ რატო არ გიყვარს ლაპარაკი? აი, ეგ არ ვიცი. უფრო დამკვირვებლის როლში. ანუ განა კამერების წინ. არა, მივხვდი. ხო, ისედაც. ამიტომ არ მელაპარაკე დიდად. ხო, ბევრი საუბარი არ მიყვარს, მირჩევნია ბევრი მოვისმინე. აი, დამკვირვებლის როლი, ხო. დაკვირვება გირჩევნია? ხო. დეტალებს აკვირდები ადამიანის ქცევაში? კი. მე ყველაზე, ანუ ფრაზებზე მეტ ყურადღებას მაგას ვაქცევ. შენი აზრით ადამიანის ფსიქოლოგია იცი? ან სხეულის ენა ვთქვათ? კი. ხა იმიტომ რომ ვინც აკვირდება, მე სწავლობს ხოლმე რა. კი. просто, ანუ მე ვერ შევიცანი ჩემი სხეულის ენა. ანუ ეგ მაგ შეიძლება ასე კომფორტულად ვიჯდე რა, მაგრამ დაძაბულობას ნიშნავს რეალურად ეს, მაგრამ არ ვარ დაძაბული. უბრალოდ მიყვარს ეს შემთხვევაში. ეს ნიშნავს ჩაკეტილი ვარ. ხო, და ანუ მაგრამ ესეც არ ნიშნავს მაგას? კი. ჩაკეტილი ვარ. ხო? კი, აი ეს ნიშნავს მოუსვენარი ვარ ცოტა და რაღაცები არის. აი ეგეთი ციკი გაქვს რამე? მოუსვენარი ხარ? არა. ციკები მაქვს. მაგ ბევრი საკმაოდ. ერთ ადგილას დიდი ხანი გაჩერება შეგიძლია? არა. არ შემიძლია. ჩაკეტილს აი ოთახში დიდი ხანი ვერ გავჩერდები. აუცილებლად უნდა მივიღო D-ვიტამინი. ხო, D-ვიტამინი კაია. ბედნიერების ჰორმონიც გამოყოფ მერე და რამოდენიმე თვისება მითხარი ადამიანში, რომელსაც თუ აფიქსირებ, ადამიანისგან განრიდება გეწყება ეგრე. ანუ ნდობლობა. პირფერობა. აი რო გრძნობ რო ადამიანი მატყუარაა.
და ბოროტება. აი სულიერად ბოროტირება. ეგეთ რაღაცებს გრძნობ ადამიანებისგან, ენერგეტიკა. აურას გრძნობ. ოთახში რა შედიხარ, მაგის აურასაც გრძნობ, მაგ ოთახის. კი. შანსი არ არის მარტო ყოფნა არ გიყვარდეს, короче რა. არ მიყვარს მარტო. დიდას ფიცავარ უნდა გიყვარდეს. იმიტომ რომ ეგეთ რაღაცებს ადამიანები ისე просто ადამიანები რომლებიც აი ეს სუსუ ადამიანების გარემოცვაში არიან, იგეთ რაღაცა წერტილებს ვერ გრძნობენ ხოლმე. და კიდე შანსი არ არის გულჩათხრობილი ტიპი არისო? აი გულჩათხრობილობა, აი რას ნიშნავს? არასდროს არ მესმის ეგ, რას ნიშნავს გულჩათხრობილობა? გული არის თხრობაში, სულ რაღაცას ყვება, ოღონდ ჩა. მიხდი? აი სულ არის თხრობაში, ოღონდ ჩა. აი რა, ანუ მართლა რა, ბევრისგან გამიგია და აი არ მესმის, კი ვიცი რასაც ნიშნავს, მაგრამ აი მაინც რას ნიშნავს გულჩათხრობილობა დეტალებში. რაღაცა მე დაგისვამ შეკითხვას. იცი რა არის, რაღაცა მე ხა არა ვარ ისეთი, რა ქვია, რაღაც ექსტრასენსი, მაგრამ გონია რომ ცოტა მაქვს ეგ უნარები, გრძნობ შენგან რას, ახლა გეტყვი. სიმძიმეს კი არ გრძნობ ენერგეტიკულს, რა ამას საშინელი ძიმე აურა აქვს ან ენერგეტიკა. გრძნობ რო ხარ რაღაცით რა, ანუ ბევრი ფიქრი მიყვარს, ანუ ტკივილით. არა, იმ რაღაცა ტრაგედიაზე არ მაქვს საუბარი და ისეთ რაღაც ძალიან სიმძიმეზე. უბრალოდ შენ თავში ძალიან ბევრი რამე გაქვს გადახარშული რა. ანუ გონია რომ სცენარებსაც ათამაშებ ხოლმე გონებაში. აი რა შეიძლება მოხდეს. კი. და მაგ სცენარიდან გამომდინარე უკვე ვიღაცასთან იჩხუბე კიდეც დაამთავრე ურთიერთობა წახვედი, ვიღაცასთან უკვე პირიქით დაალაგე ურთიერთობა რაღაც. აი ამ სცენარებიდან გამომდინარე მგონია რომ ძალიან ბევრი რაღაცა გაქვს ნასწავლი რა. მიხვდი? ხო, ეგ მაგ. ხო და ეგ თუ გაქვს და მარტო არ მიყვარს. შეიძლება შენ თავთან მარტო იყო, როდესაც შენ შეყვარებულთან ერთად თქვათ ვამბობ, უყურებ ფილმს. მაგ დროსაც შეიძლება. მიუხედავად იმისა, რომ ის აუცილებლად გაბრაზდება და იგრძნობს, რომ შენ სხვაგან ხარ ფიქრებით, შენ შეიძლება მაინც მარტო იყო მაგ დროს. ანუ ფიზიკურ სიმარტოვეს არ გულისხმობ რა. მაგრამ აი ანისთან ერთად ყველაზე ნაკლებად მაქვს. აი დღეს თუნდაც გამიწერდა ტრეკს ჩემთან სტუდიაში. მაგრამ მქონდა რომ აი просто ტრეკს ვერ უსმენდი. სხვაგან დავფრინავდი. კაი, მაშინ მოდი ეგრე გკითხავ. ანიმედე ცხოვრება. რა ფერებში იყო, როგორი იყო შენთვის და ანის მერე როგორი გახდა? რა ფერებში იყო? კაი, ხა ნაცისფერი იყო და ცოტა ის რა ქვია, ლურჯი ერეო და არა, ბევრად საინტერესო გახდა ანისთან ერთად ცხოვრება. ვიდრე მანამდე. ბევრი რაღაცა მასწავლა. ძალიან ბევრი რაღაცა მასწავლა. ცოტა ისე გამომდის, ხო? რომანტიკულად რაც საერთოდ არ არის ცუდი. ხო, არ არის ცუდი, просто ცოტა არ ვარ მიჩვეული. ხო, არა, მართლა ბევრი რაღაც მასწავლა ძალიან, ასე დეტალებში შეიძლება არ მახსოვდეს და ვერ თქვა რა მასწავლა, მაგრამ ვერ ვიხსენებ, მაგრამ ბევრი რაღაც მასწავლა. დათმობა გასწავლა? მასწავლა, მაგრამ მაინც ვერ თმობ ხანდახან რაღაცებს. არა, უშოს მოკარდულებს. აი ეგ ეტყობა. იმენა ეტყობა. ხანდახან აი მაქვს ის რომ აი კი შეიძლება ეს ჭიქა მართალი იყოს, მაგრამ ვერ დაუთმობ მაინც ვერაფერს. ობიექტურად სიტუაციის გაანალიზება შეგიძლია თუ ძალიან სუბიექტური ხარ? არა, ობიექტური ვარ. ანუ სხვისი გადმოსახედინა შეგიძლია იყურო? მე სამპერიოდულად ანის უყურებ, ხო იცი? შეგიძლია რომ ობიექტურად რაღაცებს შეხედო, შენ როგორ გეკითხები, მაინტერესებს ანის რეაქცია მივხვდი. აი მაგალითად ანის ადგილას საკუთარ თავს ჩააყენებ? როდესაც რაღაცაზე გაკეთო. ხო და მაშინ მაგიტო გიჭირს დათმობა. იმიტომ ის ადგილას ვერ აყენებ თავს, როცა გეუბნები რომ ეს რა არ უნდა გექნა, შენ ვერ ხვდები რატო არ უნდა გექნა. ხო, აი თვალით არ უყურებ. ეგ მეჭირს ცოტა, მაგრამ ობიექტური არ ვიყავი. ძალიან სუბიექტური ვიყავი. მაგრამ გავხდი ობიექტური, რომ მივხვდი რომ ანუ კი ყველაფერი მესმის, მაგრამ ანუ ძალიან სუბიექტურობა ბევრი კარგ რამეს არ მომიტანდა. ხა. საჭირო იყო ცოტა ობიექტურად შემოხედა რაღაც. აი თუნდაც ბეთლისთვის. ძალიან სუბიექტური ვიყავი რაღაცების მიმართ.
მე რო ცოტა ობიექტურად რო შევხედე და ვინახე რეალური სახე რა, აი თუნდაც ვინ მოიგო, ვინ წააგო და მე ვინ მეგონა რომ მოიგო. იდე ბეთლებს რა შეეხება ძალიან სერიოზული გამოწვევა რო არის ალბათ ადამიანის ცხოვრებაში საწყის ეტაპზე ამას ხვდები. და მე რა ხდება? მე უბრალოდ სპორტული ინტერესი გააქვთ. ნუ რა ვქნა შენ წაგერ ხარ და მე სპორტული ინტერესი გააქვთ რომ კიდე გახვიდე. მე არ მაქვს, ანუ სეზონი ჩავატარე, ფინალამდე მივედი, ფინალი წავაგე და გავჩერდი. ბეთლების, ანუ მუსიკაშიც გავჩერდი. ძალიან ცუდი რაღაც ხენი მუსიკაშიც რო გავჩერდი, მაგრამ რა გაჩერდი? აი არ ვიცი. ვერ შევფუთე ისე როგორც მინდოდა რომ ყოფილიყო. და უკვე YouTube არხის ალგორითმი იწყებდა დაცემას და იქ მივხვდი რომ რაღაც ხომ მჭირდებოდა. და მე უკვე სპორტული ინტერესის მხრივ გავედი ბანისთან ბათს. აი ხპოლს ჩემი და ბანის ბეთლერს დაიდო. Season of Battle. არ მინახია. ძალიან ბანალური შეკითხვაა, მაგრამ მაინც მაინტერესებს შენი აზრით ყველაზე ძლიერები საქართველოში ვინ გყავს ჰიპ-ჰოპში? ალბათ ყველას ეკითხებიან მაგას, მაგრამ მაინც მაინტერესებს. ჰიპ-ჰოპში თუ ბეთლში? ჰიპ-ჰოპში. ოღონდ ლაივიც რო განვიხილოთ, გთხოვ, იმიტომ რომ ვიღაცაების ლაივი მომისმენია და მე ვხვდარ რომ არა, აი ძალიან შორია ჩა. ლაივიც ჩავთვალო, ლაივი. ხო, აი ლაივი. ხო. აჰა. კოა. ნიკი. კამი და მე. შენ თავი ბოლო ადგილას? არა, ეს ადგილებს არ დამიყვია. თორე ლაივ პერფორმანსში კოა პირველი მაშინ. აუცილებლად, იმიტომ რომ შენ თავს მე რამდენი ადგილას დავაყენებ. კოაზე მართლა ყველასგან გამიგია ალბათ რა. ლაივში როგორც ვასრულებ, მესამე. კოა ტაჰა და მე. იმიტომ რომ შემიძლია ენერგიულად შესრულება. შეიძლება ხმაც მიწყობს ხელს, მაგრამ სხვა ენერგიას ვღებულობ და ვცდილობ რომ ეგ ენერგია მე ხელს გავუნაწილო. აუ, ერთი რაღაცა მაინტერესებს ძალიან. ოფენერზე რა მოხდა? მართლა ვერ ვიგებ, ხო იცი რა მოხდა? შუქ შევიქრეს. შუქი короче. ხალხო, მე ვიყავი მანდ. იმიტომ რომ ბავშვები просто მივედრი იხოდნენ, აი ესე იხოკავდნენ რომ წამიყვანეო და წავიყვანე. არ ვიცი სად ვიდექ, ვიღაცის იღლიაში ვქოდა ხან თავი, ხან რაღაც უბედურება ხდებოდა, ისეთი ჭეჭვა იყო და ვერ ვიტანე ხო მომწერე კიდეც. ხო მოხდა ოფენერ. ხო, იმიტომ რომ სტორი გედრო წვავ. ხო. და მე რა ხდება, იმიტომ რომ გუშინ გნახე, კარგად იყავი. ხო და ის არის რა ქვია, ნუ დავიტანჯე ღამის 4-მდე ალბათ ველოდებოდი იქ ბეთლს. ეს ბავშვებმა ყოთ ყველასთან თქვენთან ფოტოები გადაიღეს. ეგ მაინც მქონდა. და ბოლოს წამოვედით ეძინებოდათ. ვერ გავიგე რა ხდებოდა. გარკვეული ორგანი. ეგ პირველი დღე იყო. როდესაც დააგვიანეთ ძალიან. ბეთლის დღე? ბეთლის დღეს, როდესაც არასოდეს რაღაც ტექნიკური ხარვეზი იყო უბრალოდ. მან просто ტექნიკური ხარვეზი. ანუ ტექნიკური და მეორე დღეს უბრალოდ უპასუხისმგებლობა იყო კონკრეტული ორგანიზატორების მხრიდან. ადგეს და შუქი გათიშენ? არა, გადასახდელი იყო შუქი და ფული ვერ ჩარიცხეს. მაგრამ კაი, მართლა გეკითხა. არა, დეტალებში არ ვიცი და ვერ გეტყვია. მოგწერე კიდეც რომ დეტალებში არ ვიცი და ვერ გეტყვი. და თქვენი დამოკიდებულება ხო ის იყო რომ უპასუხისმგებლობა არ გვიყვარს, ეგ იყო ჩვენი დამოკიდებულება. და რა გიპასუხეს, მოგიბოდიშეს მაინც? არა, ანუ გარკვეულმა ნაწილმა მოგვიბოდიშა, გარკვეულმა ნაწილმა არა. ცოტა გაუგებარი დღეები იყო. ხო, ნუ მე ვთვლი რა ვიცი, თქვენი მსმენელისთვის ეგ ძალიან ანუ ვიღაცები იყვნენ, ვინც თქვენ ამოვიდნენ მარტო რა. შეიძლება ვწდები, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი იყო ისეთი, ვინც ჩვენ გამოვიდა. შენ ლაივები ხშირად გაქვს? არა? არა, ჩემი ლაივი არ მქონია ჯერ. რატო? აი ისევ პრობლემის გამო, რომ დესკტოპზე მაქვს ტრეკები და არ დევს ჯერ. ნუ ვერ შეკარი ბოლომდე ეგ. ხო, ეხლა დავიწყე რაღაცების დადება, ერთი კლიპი დავდე, ცოტა ხანში მეორეს დავდებ.
მე ცოტა ხანი კლიპების პაუზა იქნება, ტრეკებს დავყრი უბრალოდ და შემდეგ ერთი მასშტაბური კლიპი იქნება რა. იმიტომ რომ თვითონ ტრეკზე მაქვს ეგეთი დამოკიდებულება რა, იმ კონკრეტულ ტრეკზე რომ ჰიტია. მაგარია და რატო ინახავ ბოლოსთვის, რა სიგიჟეა? იმიტომ რომ მინდა რომ საუკეთესო გამოვიდეს. ხო, ნუ ისე მაქსიმალიზმი მივგაგუნეთ. შენი პოდკასტი რო გქონდა, მანდ რა ხდებოდა? ანუ რატო წამოხვედი მაქედან? მანდაც საერთოდ ლაპარაკობდი მან, ერთი ძალიან მაინტერესებს. კი. მომხიარული პოდკასტი გქონდა ცოტა. და მეც ვცდილობ რომ გაგამხიარულო, მაგრამ არ მემხიარულები. ხო, არა იქ პატარა ვიყავ. ეხლა ამდენი წლის ხარ? 20. ეხლა პატარა ვარ, მაგრამ იქ უფრო პატარა ვიყავ. ღმერთო ძალიან დიდი მეგონა. ანუ ეხლა დაი ძალიან დიდი არ მეგონა. აი რამდენის გიგონა. 27 ალბათ. და ეგ იმის ბრალი არის რომ რაღაცა ნაირი ხარ. ანუ დაგვინებული ხარ თუ რა უბედურება, ვერ გავიგე, რა გჭირს ვერ გავიგე. მაგრამ აი რაღაცნაირი ხარ რა. გულ ჩათხრობილი. არა. და ტოვებ დიდის შთაბეჭდილებას ბევრად. ჩემი აზრით არცაა ცუდი. ძალიან მაგარია, მომხიბვლელია ძალიან. ხო, ცუდი არა, ეგ ვფიქრობ რატომაც. აი პოდკასტს რაც შეეხება просто გადავწყვეტეთ ერთ დღეს რომ უბრალოდ საქმეს ერთად ვეღარ ვაკეთებდით რა. გასაგებია. ანუ პირად ურთიერთობებს ვერ ხედავდა მე ეგრე უფრო? არა, უბრალოდ საქმე არ გამოდიოდა რა. რაღაც, ანუ საქმეში ვერ ვეწყობოდით ერთმანეთს. და უბრალოდ გადავწყვეტეთ და დავშლილიყავით. და აღარ აპირებ პოდკასტის სახით არაფერს გაკეთებას? არა. ანუ სადაც მე ვიჯდები არა. შენ კამერას უკან სადაც იქ. კამერას უკან კი რაღაც იდეები მაქვს. რაღაც იდეები მაქვს, რომ კამერის უკან შემიძლია რაღაცების გაკონტროლება. გოგოებზე რას ფიქრობ ჰიპ-ჰოპში? ნაკლებობაა ძალიან. და ვინც არიან, კარგად დგანან თავის სიმაღლეზე. ზოგადად ქალს რა აკლია იმისთვის, რომ ჰიპ-ჰოპში იყოს წარმატებული შენი აზრით რა, ანუ საწყისიდან. აი ხალია, შენ იდიტა პაკეტიდან აი ეს რაღაცა ცოტა არა, მაგაზე არ ვსაუბრობ. აბა როგორ გაიხსნას? აი რაღაც, ანუ შედარება რო გავაკეთოთ უცხოელ გოგო არტისტებს და ქართულ გოგო არტისტებს შორის. არის რაღაცები, რაშიც საერთოდ არ ემთხოვიან ერთმანეთს. არა და თვითონ მოწონთ. მაგრამ ეგეთ მუსიკას მაინც არ აკეთებენ. და რატო? მესმის რასაც გულისხმობ, ხო? ანუ ბოლომდე არ იხსნებიან თითქოს რა. იცი რა არის კიდე ეხლა რომ დავფიქრდი, აი უცებ წარმოვიდგინე თავი ქართულ ჰიპ-ჰოპელ გოგოდ. და Lick my pussy and აი ეს, короче, ქართულად რო გავამღერო შეიძლება მოვკვდე. აი მართლა წარმოიდგინე. ანუ ძალიან ცუდია. ხვდები რას ვამბობ, აი ქართულად მსგავსი რაღაცაები ვერ მღერდება და ამ გოგოებს გინდა არ გინდა შეიძლება გონიათ. აი პრობლემა, აი ვერ მღერდება თუ ვერ ჟღერდება. ეგაა პრობლემა. აი რაღაცებს ვერ აჟღერებ შეიძლება, ხო? გერიდება მე ხალხის აზრის. და ხო, მართალი ხარ. ცხვენიათ რა რაღაცა არ არიან ბოლომდე გახსნილები. მაგრამ შეიძლება გაალამაზო რაღაცები. ყველა მაინც და მაინც ყველაფერი ვარ უნდა თქვა, პირდაპირ მუშაობ. აი ჩემი აზრით დღეს გოგოებში ობიექტურად რო შევხედოთ, ყველაზე კარგად მაინც ენაისი აკეთებს. ამის მიხედავთ რომ აღარ აკეთებს ცოტა ხანია, მაგრამ მაინც. მე სიმართლე რო გითხრა, ეგ მანამდეც მაქვს ნათქვამი. ქართული ჰიპ-ჰოპის მიმართ ცოტა სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი რატო? იმიტომ რომ ყოველთვის თავში ისმედო რომ რაღაცა უნდა გქონდეს ნანახი, თუ ფაქზე გაზრდილი ბავშვი ვარ, რაღაცა. მე მივხვდი რომ ძალიან კარგადაც გისმენთ ეგ ერთი. მე მეორე ძალიან მაგრამ მომწონს, როსაც აკეთებთ და როგორც აკეთებთ. დაბლობა. და ბავშვი ასწორებს რა, ანუ ეს ისე რომ სიმაღლეზე აიყვანეთ ჰიპ-ჰოპი საქართველოში რა. იმიტომ რომ აღმოჩნდა რომ ძალიან დიდარია საქართველოს მაგ მიმდინარეობაშიც. ეგ flows და უღალავი შრომის
დამსახურებაც არის რა. ხო. ბევრი რაღაც გააკეთეს ქართული ჰიპ-ჰოპისთვის, ძალიან ბევრი რაღაც. შენ თავს სახედავ დარწმუნებული ვარ, რომ ხედავ ოღონდ ხო იცი? აი ზუსტად ვიცი რომ ხედავ. რამოდენიმე წელიწადში აი რაღაცა ეტაპები ხო არის ალბათ რომელსაც თვლი რომ უნდა მიაღწია. უახლოეს მომავალში თუ მომავლის პერსპექტივაში ცა. მომავლის პერსპექტივაში. Super Bowls. ანუ მაქსიმალისტი ვარ რა, ანუ შეიძლება ვერ ვხედავდი, მაგრამ აი მაინც ვიზა. ვიცი ხა. ანუ არ მოვიშვენებ, ამდენსანამ არ ვიზა. და ეგ მაქსიმალიზმი ბავშვობიდან მქონდა? კი. ყველაფერში. ძალიან პატარა ასაკიდან მქონდა ყველაფერში. სკოლაში სწავლა გიყვარდა? დიდად არა. მაგაში არ იყო. მაგაში არ ვიყავი მაქსიმალისტი. მაგრამ აი თუნდაც ცეკვაში ყოველთვის საუკეთესო მე უნდა ყოფილიყავი, всё. აი ხანდახან ხვდები რა რაშიც. რაშიც არ შემიძლია რომ საუკეთესო ვიყო, იმაზე არ მაქვს პრეტენზია. აი თუნდაც კლასში სწავლაზე რა, რაშიც არ შემეძლო რომ საუკეთესო ყოფილიყავი, არ მქონდა პრეტენზია. ბეთლშიც არ მაქვს პრეტენზია რომ საუკეთესო ვიყო. იმიტომ რომ ვიცი რომ ეგ არაა ჩემი საქმე. ბეთლემსი არ ვარ. არტისტი ვარ. პირველად უკეთესი არტისტი ვარ ვიდრე ბეთლემსი. უბრალოდ ბეთლით შემიძლია. და რატო აკეთებ მაშინ? პირველი მოტივი. განვითარებისთვის. პირველი მოტივი, რატომაც გავედი, იყო ჰაიპი. აი მეორე ბეთლემზე სანამ მივიდოდი, მივხვდი რომ აღარ ველოდებოდი მუზას რომ მეწერა. აი ვიცოდი რომ მჭირდებოდა რომ უნდა მეწერა. ეგ კაია თუ? ეგ კაია. ეგ ძალიან კაია, იმიტომ რომ აი დაუშვათ შემოვიდა შეკვეთა და დასაწერი გაქვს დღეს დასამთავრებელი გაქვს რაღაც. გასაგები როგორც დაკვეთას ეგრე უყურე. ამ წერა მასწავლა. მრავალფეროვნება მასწავლა ბეთლმა. მაგრამ აი პანჩლაინების კუთხით თუნდაც შეიძლება მე არ მქონდეს იმხელა ფანტაზია რამდენიც კამისა აქვს დაუშვათ. ხო. ანუ კი ცნობილია როგორც წარე MC რა, წარე ენის მქონე MC. მართლა? ხო. ანუ შეუძლია რა, ხანდახან ზედმეტად კეთილი ვარ. აი ერთ-ერთი ვერსშიც მაქვს რომელიღაც ვერსში გამოვიდა. ანუ ვერ წირავ ტიპებს. აი ყოფილა რა რაღაც აზრი მოქსვლია რომ დაგეწერა და არ დაგიწერია, იმიტომ რომ დამიწერია, მაგრამ არ მithქვამს. მაგრამ მე იმას ხო უთქვამს რაღაცადაც. არა, ის ძალიან ცუდია, მაგრამ რო გიფიქრია რომ აი ნეტა ეს მეთქვა რა ყოფილა. იმიტომ რომ ვერასდროს ილომაც ზუსტად იგივე შეკითხვა დამისვა რა. ვერასდროს ვერავინ ვერ მაწყენინა ბეთლზე. 4 ბეთლი ჩავატარე და ვერავინ ვერ მაწყენინა. აი როგორ გადაგაქვთ ეგ? აი რეალურად გასართობად მე ხო ყველა მეგობრობთ რა მაინც. კი. მაგრამ აი ეს მომენტი არ გაქვს რომ ბიჭო ამას თუ ფიქრობდი ჩემზე გეთქვა რა. არ გაქვთ ეგ? ხანდახან შეიძლება აზრი გაგიცდეს, მაგრამ ანუ მგონია რომ აი არ ვიცი რატო ვერ მაწყენინეს, იმიტომ რომ არ ქონდათ ბევრი მასალა ალბათ შენზე. შენზე რა მასალა უნდა გქონდეს იმენა. სიტყვას ვერ დაძროინებ ადამიანს. მე ჩემ თავს ვაწყენინებდი. ბეთლს. ეხლა არ მეტყვი ხო რითი, იმიტომ რომ არა. ძალიან ბევრი რაღაცით ვაწყენინებდი ჩემ თავს. ანუ ეგ ყოველთვის ეგრეა რა, შენ თავის გადისვა შეგიძლია ყველაზე კარგად შენ, სხვა არავის არ შეუძლია. აი ხა ვერ მეტყვი მაგალითად რა კომპლექსი გაქვს, რისი კომპლექსი გაქვს ცხოვრებაში, იმიტომ რომ მე შეიძლება ეგ რა კომპლექსია. არ მაქვს სხვა კომპლექსი. და რა, გადაინერგა. ვიცი. ეს ხუმრობ. აპირებ? არა. რატო? ვეგუები ჩემ თავს ისიც როგორც ვარ. თან მაგას აწვევი, მაგრამ თან არა, არ მაქვს კომპლექსი ხუმრობ. შეიძლება გადავინერგო კიდეც არ ვიცი. სოჭერს არ ხარ მელოდი. ჯერ. პროცესი დაწყებული არის. არა კომპლექსებს ეგ. კაი. მითხარი შენთვის ყველაზე მოუწესრიგებელი წვერის კომპლექსი მაქვს. და სულ ისწორებ ხა?
არა. რა? სუმად გაგხელები, არ გაქვს შენ დაფიქსირებული. აი ამ ზულს. ხო, არა, ხელით კი. ხო, მაგას ხო, ხა სამარცხელი რო დააძრო, შეიძლება გავგიჟდე, მაგრამ. ხო. ხო, ეგრე. აი, სუმაგას შვები. აი, ანუ კიდე პლუს მაგაშიც ის ხარ, ხო, ძალიან? მოწესრიგებული ხარ? ანუ არ შემეძლია. თან წეკიან ბევრ რაღაცაში ვარ ხა. ეს ჭიქარო შუაში ერდოს ნერვები მეხლება. დადე. შუაში სად აქ გინდა რომ იდო? აი აქ შუაში რო ვარ და ნერვები. დავაი დადე, შემიძლია ჩემი შემოწ. აი ამ რაღაცას ხო ყველა რაღაცას PTSD თუ OCD shit. მაგრამ ეგეთ რაღაცები არ მაქვს. არც მე, ხო. უბრალოდ ეგეთი ტიპი ხარ. ეხა შუაში არ დებს დედას ფიცა ვარ და შეიძლება მე მივაქცე ყურადღება. ცოტა ჩემკენ უნდა მოიციეს. მართ. აი ესე და შუაში. აი ჩემზე წიგენი ყოფილი. შენი ყველაზე რთული მაინც მაინტერესებს ეტაპი ცხოვრების რომელიც გადაალხე და აი ხა ნუ მიშმუშნი წარბებს ვიცი რო გქონდა აი რაღაცა პერიოდი შენი ცხოვრების რომელიც აი რთულად გადასალახი იყო მაგრამ გადალახე აი ძალიან რთული გეგონა რა ხო просто ვერ ვიტყვი გასაგებია ანუ მაგ კონკრეტულს ვერ ვიტყვი ანუ კარიერულად მეკითხები არა ცხოვრებისა ნებისმიერ ერთადერთი იყო და მაგ კონკრეტულს ვერ გამოვიდა სააშკარაოდ კაი ოდნავ ნაკლებად რთული ოდნავ ნაკლებად რთული არა ამ ქონია ეგეთი ეგ იყო და всё ყველაზე ძლიერი ყოველთვის გასაგებია ოჯახის წევრები შენი ძალიან გვერდში მიდგარან ყოველთვის დედა მამა კი ძმა და ყავს ძმა მყავს პატარა კალათბურთელი მაგისტრის შენ ვინ ხარ ან დიდი სხვაობაა ისა ასაკში ნუ აი როგორც კულტს ეგრე არ გიყურებს ხანდახან მიყურებს ხანდახან არა აი ეტყობა რომ უნდა რომ ჩემი ტოლი იყოს არა და არაფერი მაგრამ ბოლომდე მაინც ვერ მიბედავს რაღაცებს მეგობრობთ კი ძალიან ანუ პირველი ძმაკაცი ჩემი ყოველთვის მამა ჩემია და მე ჩემიც აი ძალიან მოგარია მე და ჩემს და განსხვავებული ურთიერთობა გვაქვს რა როგორი აი ხანდახან აი თუნდაც თავის სპორტში მე მომთხოვნი ვარ ძალიან აი მე რომ ყოფილიყავი კალათბურთში ალბათ რასაც ჰიპ-ჰოპში ვაკეთებ მაქსიმალურს იგივეს გავაკეთებდი კალათბურთშიც მინდა რომ თვითონაც მაქსიმალური აკეთოს მაგრამ თვითონ ცოტა უფრო მაგრამ ხანდახან ტორტს რო დაინახავს და რომ უნდა რომ ტორტი ჭამოს ვერ უძლებს სტუნებას მან ყვებაც გასათვალისწინებელია ხო ბევრი რაღაცაა ძალიან რა მაგრამ არც მსუქანია რა მაგრამ არც იდეალურ ტანზე არ დგას კალათბურთელისთვის და ამაზე შენიშნოს საძლევ ხოლმე სულ თამაშზეც აი ბევრი საუბარი უყურს ძალიან ჩხუბი უყურს ნუ ეხა ჩქებს მასში ანუ კვლევის ინსტინქტი აქვს მოედანზე რო შედის всё სხვა არაფერს არ ფიქრობს თავარია თამაში მოიგოს ანუ შენგან შენ ხო რაღაც აქვს მაგრამ აი გუშინ მაგალითად სტადიონიდან გააწევს აფექტურია ცოტა არა ანუ წესების დარღვევის გამო მაგრამ აი ისიც ლაპარაკის გამო რომ სად შეუტრიალდა და ენდვანი იყო და არ შეიძლება ბევრი საუბარი მსაჯთან და იცის რომ არ შეიძლება ბევრი საუბარი მსაჯთან ხო მისმის უსამართლობა ეგონა რაღაც ალბათ ამაგიტო ხო არა ვიცი ჩხუბი უყურს ძალიან წინააღმდეგობის გაწევა უყურს აი რაღაცაში მგავს მაგრამ რაღაცაში არა წინააღმდეგობის გაწევა გიყვარს კი მაგრამ ხანდახან დამთმობით ვარ საბა არ დათმობს არსებული საბასთან გიწევს დათმობა თუ თავით ჩობობთ ორივე არა აი ჩემთან ერთადერთი ადამიანი ვარ ვისაც შეუძლია რომ დაუთმოს ნუ აი მამასაც არ დაუთმოს რა რა ვიტყვის რომ ეს თმა ესე მომწონს ეს თმა ესე მომწონს მე შეიძლება ვუთხრა რომ არა და ხვდება რომ არა და მამა შენი იარაღად ხშირად გეყენებს მასთან ურთიერთობაში ცოტა
ალბათ. დიდი ძმის ფუნქცია რა როგორია შენთვის? რაღაცა დიდი როლია შენ აზრით? ეგრე არ უყურებ რომ აი დიდი ძმა ვარ რა. ხანდახან მიწევს რომ შევხედო ეგრე რომ დიდი ძმა ვარ. დიდი ძმის ფუნქცია ცოტა რთულია, იმიტომ რომ ყოველთვის ყველაფერში უნდა დაეხმარო. და უნდა იყო რაღაც პასუხისმგებლობები შენ. შევლებს ხო ქონიათ ალბათ იმის შიში შენზე რა იცხვირი არ წაიტეხო სადმე. აი ხო გაგიგია ეგ რა. ცოტა ბავშვი ვიყავი ძალიან. შენ ძმაზე გააქვს ეგ რო ცხვირი არ წაიტეხოს სადმე. არა გირჩევნია რომ წაიტეხოს. კი და თან ბევრად გაწონასწორებული ბავშვია ვიდრე მე ვიყავი. შენ რატო იყავი ეგეთი? მე ცალკე ვიყავი ძალიან. ინტერესიანი იყავი. კი და აი როგორ აქვს ცოტა კონფლიქტური ვიყავი მე ძალიან. ძალიან კონფლიქტური ვიყავი საბას ასაკში. მე მივხვდი რომ всё დრო გაიზარდა და მე გავიზარდე, მაგრამ აი საბა ეგეთი იყო რა, ძალიან ღრმა ბავშვობიდან. და სტაბილურობა რამ შემოიტანა შენ ფსიქიკაში, შენ ტვინში, რომ აი თქვათ აღარ იყავი აფექტური ტიპი. რამ შეცვალა ეგ? აი არ ვიცი. რამ გადავწყვეტე რომ всё, დრო გავიზარდა და უნდა გავიზარდო всё. ეხლა უკვე კონფლიქტურ სიტუაციებს როგორ ცდილობ რომ სიტყვით მუშტიკერების მოყვარული დიდად არასდროს არ ვიყავი. დიდად არასდროს არ ვიყავი. ალბათ უფრო ძალიან პატარა ასაკში. მაგრამ ყოველთვის სიტყვით და ჰუმანურად რა თქმა უნდა. პატიება მარტივად შეგიძლია? არა. არა. გულში იდებ და მიყვება ბოლომდე? გააჩნია რას? აი ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი, უახლოესი მეგობარი. აი მან ცოტა ადამიანების გამორჩევა ვიცი. შეიძლება 2 დღის გასრომელ მეგობარს ვაპატიო და 10 წლის გასრომელ მეგობარს არა. ეგ უფრო ჭკვიანურია, ხა 10 წლის რაღაცა მეგობარს შეიძლება ვერ ვაპატიო ის ღალატი, რომ 2 დღისას შეიძლება იგივე ვერ მოვთხოვო როგორც 10 წლის. ხო, მაგრამ მანდაც აი რაღაცნაირად გამორჩევა მიყვარს რა. და ერთ დღეს რო გავიცნო ორივე რა. აი იქაც აღურავს გრძნობ რა. იქაც გრძნობ შეიძლება თუ არა გააკეთოს მომავალში იგივე. ადამიანებს ენდობი? ზოგადად აი ესე გლობალურად რა იყო ადამიანებს ენდობი? არა, გლობალურად არა. აი ბევრი ადამიანია მაშინ და ვისაც ენდობი თუ აი ძალიან ცოტა გამორჩეულად აი ბოლომდე რო იყო შინაგანად თავისუფალი და ბოლომდე გაიხსნა. ძალიან ცოტა. 10-ზე დამეტევა და დამრჩება თითები. ალბათ მაგაში ოჯახის წევრები შედიან, ხო? მამას რამ ხელა როლი უჭირავს შენ ცხოვრებაში? ყველაზე პირველი. იმიტომ რომ ბავშვობიდან მომიდგა ეგრე რომ მე ვარ შენი ძმაკაცი, მაგრამ როცა საჭიროა, მაშინ ვარ მამა. და ეგ ძალიან დიდი სტიმული იყო რა თან მუსიკაშიც პირველ ნაბიჯებს ვდგამდი. სულ გვერდში მე აი სტუდიას თავისი ხელით გამიკეთა და ბევრი დახმარება იყო რა. ძალიან მაგარია, ანუ ბიძგებს იყო კი. სულ გაძლევს. შენზე ნერვიულობს ხოლმე, აი ბეთლებზე ნერვიულობ და რო გადიოდი? კი. მოდის ხოლმე? არა. 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 მაგრამ ხვის ფოთზე იყო. შენთან ერთად? კი, შენთან. ბათუმში იყო ნიკიდაბანის ფინალს. თან ისიც აქვს რომ ვერ ახერხებს სენაკში ცხოვრობს, დასავლეთის ცხოვრობს. და სამსახურის გამო ვერც ახერხებს ხოლმე ჩამოსვლას, მაგრამ სრულიც არ ექნებოდა ჩემი აზრით ჩემ ბეთლზე რომ მოსულიყო. ალბათ ძალიან რთულად მიიღებდა ხო რაღაცებს კიდე უფრო გულზე მოხდებოდა? ну მაინც ახლა არ ესმით ბოლომდე ალბათ მშობლური გადმოსახედიდან და ისე ალბათ кайფობს პროცესის წყვის ბეთლს რო უყურებს. კი. აი ბოლო დროს თვითონაც ჟიურის გადმოსახედიდან უყურებს. უკვე აფასებს. და ფრაზები აი ისწავლოს punchline-ი რას ნიშნავს და რაღაცა. და შენ სამეგობრო წრესთან შესულია კონტაქტში, ანუ კომუნიკაცია აქვს შენ მეგობრებთან და ჩემს მაგაცებიც მაგაცობენ მომაჩებთ. ეგ ძალიან მაგარია. დედა აი
დედამ წინშვილის მოტივი მომცა. იმიტომ რომ მე და დედაჩემი ვართ ორივე მორიელები. ეგ ან ძალიან რთულია, ან ძალიან კაია, ხო? ხო და ჩვენ შემთხვევაში ძალიან კაია. აი ხანდახან გვაქვს ის რომ არც ერთი ერთმანეთს არაფერს არ უთმობთ, მაგრამ აი წინშვილის მოტივი როგორ მომცა, იცი რომ ყოველთვის ბავშვობიდან მასწავლე იმას დედაც და მამაც რომ არ დანებდე და ეს დაილექა რა ჩემ გონებაში და მივხვდი რომ არსად არ უნდა დავნებდე. აი რაღაცა რთული პერიოდი თუ გაქვს და რთული მომენტი გრძნობს და ანუ ხო ხდება რომ იმაგრით ცუდ ხასიათზე თუ ხარ. კი. აი ეგ გაღიზიანებს. ოკი. ხანდახან მაღაზიანებს. ხანდახან არა, ხანდახან მაღაზიანებს. ხო, ხანდახან არის მომენტები, როდესაც აი არ გინდა ამაზე ლაპარაკი, მაგრამ ხანდახან რო გიკითხება რა გჭირს, აი დეგე რო ყვები. აი თუნდაც ჩემი ძმის თამაშზე რა მოხდა მეკითხებოდა გუშინ დედაჩემიც და მამაჩემიც. აუ არ შემიძლია ახლა მეთქი, კაი გეხოცებით. იმიტომ რომ შენ უკვე მაგაზე გქონდა ნერვები მოშლილი, ხო? ხო, აი. თუ შეგიძლია რა რამოდენიმე მაგრამ არა იცი მაპატიეს ჩემ თავს დაველაპარაკე. აი რაღაცა მაინტერესებს, მაგრამ არ ვიცი როგორ ვიკითხო. ანუ რაღაცა კონკრეტული კი არა. ფორმულირებას ვერ ვაკეთებ რა. შენ არ მეუბნები იმ სირთულეს, რაც გადავახე. მაგრამ რო იცი გამკლავება სირთულესთან. მაინტერესებს შენი ნაპოვნი გზა, რომელიც ისე მითხარი, რომ საერთოდ არ მიუთითოს იმას, რაც ის იყო. უბრალოდ გზა მაინტერესებს. სირთულის დაძლებებაში რა გზას დაკვირვება. აბა განმეორდება თუ არა. და არა მარტო ქცევით და არა მარტო აი თუ შეეტყობა დაუშვათ აი მოდი თქვათ რომ დაუშვათ ჩემმა ძაღლმა მიკბინა და მაგაზე მაგი არის ყველაზე დიდი სირთულე. აბა კიდე თუ გაიფიქრებს რომ მიკბინოს. ძალიან კაი მაგალითი მიყვანა. იმიტომ რომ განვრცობა შესაძლებელია. ხო, ანუ აბა თუ შეეტყობა თვალებში რომ მიკბინოს კიდე. აი როცა არ ეტყობა რო კბენას აპირებს. იქ უკვე ხვდები რომ всё, ბოლომდე სანდოა და ის უბრალოდ ვერ მიცნო. მაგიტომ მიკბინა. ღამე იყო და ვერ დამინახა. ანუ ალიკაპი ჩვენ არ გავუკეთეთ ამ დროს. არც დავაბით. არასდროს. პირიქით იმაზე მეტი თავისუფლებას მივცემ ვიდრე ქონდა. ხო, მიუშვით ჩვენ ეს ძაღლი და აღმოჩნდა რომ აღარ იკბინება. ანუ რაღაც მომენტში გულისხმობ რომ რისკის ქვეშ უნდა დააყენო შენი თავი და შენი ემოციები თავიდან. ემოციებს არ ეხება ეკვალ. არა, მესმის, მაგრამ ანუ მე ჩემი ძალიან მიყვარს და ძაღლიდან გამომდინარე წავედი, იმიტომ რომ აი ჩემი ემოციები კი არა, არ ვიცი. რაღაცა უნდა დავაყენო უკან, იმიტომ რომ არსებობს ალბათობა იმის რომ კიდევ ერთხელ მიკბინოს, მაგრამ მე ვუშვებ მაინც რომ მიკბინოს, ანუ მზად ვარ რომ მეორედ მეტკინოს. მაგას გულისხმობ რა. ანუ მზად უნდა ვიყო. ხო, მაგრამ მაგასაც თავის გამოსასწრელი ვადა აქვს. ყოველთვის მზად ხო არ იქნება? ანუ ყოველთვის იმიშორი, შეშქვეშ ვარ იქნება გიკვენს. ეგ წანჯვა წლები რო გწევდება. მე გარ მაქვს რა. ეგრევე ხვდები რისი გამკეთებელი ადამიანი. თუ ხვდები რომ აღარ მიკბენს, ხვდები რომ აღარ მიკბენს რა, всё. კაი, მაგრამ სახში კიდე უშვებ? ჩვეულებრივად? კი. ორი მყავს სახში. ერთი ძაღლებზე ვიყო. ხო. ანუ მართლა ადამიანზე კი არ გელაპარაკებ. ყველაზე დიდი ტრაუმა იყო ჩემი ძაღლი წამოიწია ჩემკენ და მიკბინა. ხო, მესმის. ეს იყო კატასტროფა. ძაღლები რატო ასე ახლა ურთიერთობა ძაღლებთან? შენ. ბევრი მყავს. შენ? ორი მყავს. მართლა ორი მყავს, მაგით ვთქვი. პიტბულები? არა. აბა. მალინოა და გოლდენ რეტრივერი. მეც მალინოა. ჩემი ერთი შავი, ერთი თეთრი. მალინოა შავი სახით არის, მაგრამ ყავისფერი ტანით. არა. სულ შავი. შენ ყავს ბელგიური. ბელგიური. ის იშვიათი ტიპი?
ბელგიური რომელიც საქართველოში არ ყავთ ხოლმე. ბელგიური ავჭარი მყავს. მეც ბელგიური მყავს, ალბათ. სულ შავია. რეტრივერ თეთრია. ხო და აი ეს ხო გოლდენი ვიცი ხო მაგრამ ეს შავი ბელგიური ნუ ხო მაგ რა რამდენი 6 სახეობა არის ბელგიურის შავი გრძელბეწვიანი როგორც ვიცი გადაშენდა ანუ გრძელბეწვიანი შენი არ არის გრძელბეწვიანი ესე იგი ანუ გრძელბეწვიანი გააჩნია რაზომის ბეწვია საუბარი აი როგორიც აქვს გრძელბეწვიან გერმანულს ხო ხვდები აი ესეც ისი აი მალინუას ჩვეულებრივად რა ბეწვიც აქვს იმაზე სტანდარტული აი ეს ჩემი მალინუა ხო ამაზე ოდნავ დიდი ბეწვი ექნება შენი აზრით მიზნისკენ როდესაც ვისწრაფვი მაგრამ არაფერი არ გამომდის აი ჩემზე არ მოვიყვან მე ამ შედეგად რომ ყველაფერი გამომივა ვერ ვიტან ჩემ თავზე არ ვიტყვი ვიღაცას რომელიც მიზნისკენ ისწრაფვის და არ გამოსდის არაფერი რა იმიტომ რომ ხო ყველას ქონია ეგ პერიოდი რა აი რომ ყველაფერი ისე ეწყობა რომ რაღაც არ გამოვიდა ესეც არ შენი აზრით რა არის გასაღები იმისა რომ შედეგს მიაღწია ისე როგორც მაქსიმალისტ ადამიანს ისე გიგდა არ არსებობს ჩემი აზრით ეგეთი მიზანი რასაც ვერ მიაღწია ეგეთი არსებობს ოცნება და ოცნებები არ მოქვს მე ოცნება ხო მიზნას უნდა აქციო ოცნებები არ მოქვს პირდაპირ მიზნები მაქვს ამაგიეროს ხო და დაუღალავი შრომა აი რა უნდა გააკეთოს ადამიანმა აი გააჩნია რაში რა აი თუ ჰიპ-ჰოპში ხარ ისე მოდი ეს მომენტი მოვყვანოთ აი მე მაგალითად ყოველთვის ვსწავლობ ყოველთვის რაღაცას აი წერის ტექნიკას აი ის ფლოუს ცვალებადობა არის გამოწვეული სხვადასხვა მუსიკის მოსმენისგან იმის მიუხედავად რომ ბევრ მუსიკას არ ვუსმენ და საერთოდ არ ვუსმენ მუსიკას ვცდილობ რომ აი მანქანაში რომ ვზივართ მე და ანი რასაც ჩართავს იმას მოვუსმინო და აბა რატომ მომწონს ეგ დავიჭირო და აბა თუ შემიძლია რა რამე ისე მოვპარო რომ მოვპარო არ გამოვიდეს ანუ ჩემი შეუფუთო რაღაცა რა აი სულ რაღაც იდეაში უნდა იყო რა და ცოტა აი არ მესმის ეგ ფაქტი რომ აი ვერ მიაღწევა რა უეჭველი მიაღწევა მეც ეგ მგონი რომ ყველა მიზანი და ოცნება მიღწევადია ხო აი მანიფესტაციას აკეთებ უეჭველი აკეთებ მანიფესტაციას ანუ აი წარმოიდგენ ხორცასხამ შენს მიზნებს და აი ხედავ ხო აი მაგას არ ვაკეთებ რა თუ ვაკეთებ არ წარმოიდგენ რაღაცა ანუ ნახე ხანდახან წარმოვიდგენ მაგრამ რამდენი ხშირია ეს მას ვფიქრობ რა აი ის იშვიათი შემთხვევაა როდესაც მარტო რჩები აი ამ პასუხს ვეძებდი ვიპოვე ძალიან დიდი მადლობა რა ჩემი სტუმარი იყო მადლობა შენ მოწვევისთვის ძალიან სასიამოვნო იყო კი ძალიან სასიამოვნო იყო შენთან საუბარი საინტერესო ადამიანი ხარ ძალიან მადლობა რომ გამახსენე ბოლო ძაღლზე იყო ლაბერაკი თურაზე იყო ამას მე გავარკვევ რა იმიტომ რომ მაგრა დავიბენე გარკვევ კაი